მოიცა, სად ვარ ახლა? ეხლა ვარ გურიაში, სემას სურებში. და რა ტარდება? არდება ყველაზე მაგარი, ყველაზე მასშტაბური off-road ფესტივალი. და რა არის ხოლმე საჭირო ამ დროს? რა თქმა უნდა ენერგია. და ამ ენერგიას სელინი Coffee Time უზრუნველყოფს. ჩვენი კომპანია ყოველთვის აქტიურად არის ჩართული მსგავსი ტიპის ღონისძიებებში, რაც გურიასთან და გურულებთან ასოცირდება. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი დღეა. დღეს წარმოდგენილობთ ჩვენი კომპანიის ღვინოები. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილოთ ჩხავერზე, რომელიც არის გურიის სახე. გვაქვს ჩხავერის რამოდენიმე ტიპი წარმოდგენილი დღევანდელ დღეს და ასევე რამოდენიმე იმერული ჯიში. ნომერი 102 ძალიან საფრთხო გამოიარა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს, ბატონ ზურაბ არველაძეს, ოფროუდერთა ასოციაციის პრეზიდენტს, იმისათვის რომ გურიას და განსაკუთრებით სურებს ასეთი საუკეთესო ფესტივალი მოუმზადეს. გაუმართლოს ჩემ გურულებს! ბატონი ლევან ლომინეიშვილის სურების გამგებელი, რომელიც ეს დღეები მართლა გამუდმებით, სულ იმას ცდილობდა, რომ გვერდში დავდგომოდა ყველანაირად, ყველაფერი გააკეთა. მოგესალმებით, მეგობრებო სულ-ყველას. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ოფროუდთა ასოციაციას, ბატონ ზურაბ არველაძეს, ხალბატონ დაის, ადგილობრივ მოსახლეობას და ყველა მონაწილეს, სტუმრებს, გენაცვალეთ. ასეთი სიტუაციები უამრავი ყოფილიყოს ამ სოფელში, ჩვენ რაიონში და ჩვენს ქვეყანაში. გაიხარეთ, დიდი მადლობას გიხდით ყველას. დიდი მადლობა რატი. მადლობა თქვენ.
მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში საქართველოს ოფროუდერთა ასოციაციას იმისათვის, რომ ასეთი რამე გააკეთა. ეს არის ჩემი მხარეთ, ჩემი კუთხით, ჩემი სოფელით, ჩემი მიწაც და თავისთავად ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო და პრივილეგია ჰქონდა ამ ადგილს სულად ჩატარებული იყო ასეთი რამ. მადლობა თქვენ მეგობრებო, რომ მოხვედით ჩვენ გულშველის სითბო, სიყვარული, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს. თავი არ დაზოგეს, შტურმანებს დიდი მადლობა, გმირები არიან შტურმანები, ისინი რო არ ყოფილიყენ ეს ავტომობილები ამხელა მანძილს ვერ გაივლიდნენ. მე პირადად აი ამ ჯენს მე ვერ მოვახერხებდი. რა мотиваცია ჰქონდათ? мотиваცია იყავით თქვენ. ოფროუდ ფესტივალის სურები 2025-ის გენერალური სპონსორი არის სელინი, რომელიც აერთიანებს Selling Coffee Times, Selling Guest House, Selling Beauty Space და ასევე თაფლის ორ სახეობას. ძალიან მოხარულები ვარ და გვიხარია ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება. წინა მარჯვენა, უკანა მარცხენა, ან პირიქით, ბომბას უწევს საერთო მოძრა, შესაბამისად, მაგასინ მდგომარეობა იქნება იგავდეს თანამად ამ დაძრაყისებს დასწოლებას არ გაიგებს.
გამოვიწიოს ეს სტურმანმა გამოსვლა შეძლოს და ჯალაბარი გამოიყენოს დრო რომ არ დაიკარგოს თვითები კონები.
დეგარი. ამოვიდა ნურამბეს თუ გადახო ხალხო და ახლა იყო ის რომ არა
ჩვენიერი. ქართული გვინოთი ერთ-ერთი ორგანიზატორი, ცედუართ, მოდი როგორც იცი ახლა არ გვინახავს ერთმანეთი აქამდე. როგორ ახარ? მოდი ძმაო, როგორ ახარ? მოკლედ, უთხარი შენესათქველი ხალხს, საიდან როგორ რანაირად რა მოხდა, ვინ ხარ და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მეგობრებო. უპირველეს ყოვლისა მე მგონი ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს ორი დღე გიდა ტუალეტად და გამოვიდა ისე თუ ასე კარგი სანახაობა და დაგვჭირდება კარგი მოსაგონად. პირველ რიგში მადლობა საქართველოს ოფროუდერთა ასოციაციას და მის პრეზიდენტს ზურაბ არველაძეს. ასევე მადლობა ასოციაციის ორგანიზატორ ჯგუფს. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა მოუხადო ჩვენ გვერდში დგომისთვის ქუთაისის კლუბს და მის დამფუძნებელს ზვიად დვალიშვილს. ზვიად სადახარ, ზვიად. ზვიად, შემოგევლე, მადლობა ძმაო. მადლობა გორის კლუბს და მის დამფუძნებელს ვახტანგ სეფიაშვილს. სეფა, დამენახე სეფა. მენაცვალე. კიდევ მადლობა სამტრედიის კლუბს და მის დამფუძნებელს გია შენგელიას. ბათუმის კლუბი, რომელმაც ძალიან დიდი სიამოვნებას მოგვალიჭა დღეს და მისი დამფუძნებელი მირზა ნაკაშიძე. და ჩემგან პირადი მადლობა კიდევ სურები ჰეს. ბიჭებო, მაგრები ხართ, დიდი მადლობა რა, გენაცვალეთ. ვერჩი დრომისთვის, ეს ერთი და სხვა მრავალი კიდე და კიდე. გაიხარე ედუარდ, მეგობრებო. როგორც მითხრეს, ეს ტერიტორია ვინც დაგვითმო, სახელად გოჩა, ბატონი თემურით, ბარამიძეები ვინც დაგვითმეს ტერიტორია, გვერდში დაგვიდე რითაც შეძლეს და ეს ფაქტი რო არ გვეყოვნა, ძალიან გაგვიკეთებოდა. სასწაულად დაგვეხმარდნენ, ჩვენს კარგი პარკი გამოგვივიდა, საინისოთ რო ბიჭებს ევლოთ. მინდა ჩვენი სპონსორები ჩამოგითვალოთ. სელინი კოფი ტაიმი, რომელიც ცივი ყავით გვედგა გვერდში, ცივი გამაგრილებელი სასლით, ცხელი ყავა იყო, ჩაი იყო თუ რაღაც წვენები იყო, არ ვიცი რა ქვია, სლეშიო თუ რაღაცა. გვერდში გვედგა სელინი გვესტ ჰაუსი, რომელიც
ძალიან მალე და არა მარტო ძალიან მალე ახლაც კი მაქსიმალურად ცდილობს, როდესაც ამდაგვარი ღონისძიება იქნება, ფესტივალი იქნება თუ ზოგადად გურის განვითარებისათვის, ტურიზმისთვის შეეცდება დარში, ავდარში, მზეში თუ ქარში იყოს თქვენი სახურავი, საიმისოთ რომ ჩამოიყვანოთ მეგობრები სხვადასხვა რაიონებიდან და დარჩნენ და მოახერხონ ესე ლამაზად გაატარონ ღამეები აქ იმისათვის რომ მეორე დღეს გამოძინებულებმა იხილონ ესეთი სანახაობები. მადლობა სელინი Guest House. სელინი Beauty Space-ი ქალბატონებიც არ დარჩნენ ისე გოგონებო. სილამაზის სალონია თუ ის არის ესთეტიკური სალონია, მე ვერ ვერყვევი ამაში, მე უფრო მაინც აი ბორბალი და რაღაც ეგეთები. სელინი Beauty Space-ი მოკლედ ქალბატონებისთვის. დავსერჩეთ, შევედით, ნახეთ, მისამართი ამოვიწერეთ, მივედით. Solo detailing-ი ძმები, რომლებიც იზრუნებენ აი ამ ტალახის მერე, ვურეკავთ, მივდივართ და ჩვენი მანქანა მეორე დღეს მოყავს, როგორ თითქოს ქარხნიდან გამოვიდა, არანაირი ტალახი, არანაირი ჭუჭყი და ასე შემდეგ. პლუს ამას პოლირება თუ დავკაწრავთ ოფროუდის მერე მანქანას, პოლირება გჭირდება, იქნებ მერე ქორწილში მივდივართ, სადმე ლამაზები რო ვიყოთ. და ოფროუდ როკი ბატონი ედუარდი, რომელიც აი აქ დასარალებულ მანქანას მიუყვან და ბიჭები ზუსტად ისე გააკეთებენ ისეთ მოდიფიკაციას, როგორი ბამპერიც გინდა, რანაირიც გინდა და რაფერიც გინდა და ნებისმიერი სხვა ხელობა ბიჭები გვერდში არიან ჩვენთან და შეეცდებიან რომ ყოველთვის გაგვიკეთონ ის, რასაც აი ეს ტალახი გვართმევს ავტო მანქანის ნაწილებზე მაქვს საუბარი. დანარჩენი კი მეგობრებო, ჩვენთან არის ჩვენი მეგობარი ის ადამიანი, ვინც პირველი გადმოხტა, პირველმა დატესტა ტრამპლინი, ადამიანი, რომელიც პირველად იყო საერთოდ ოფროუდზე და ეს ბაგი ზუსტად იმისთვის ყავს ნაყიდი, რომ თავის ვენახში მოიაროს და ეს უგემრიელესი ღვინო დაიწუროს და გავსინჯოთ. დოლიძე, ქართული ღვინო, ჩვენი ღვინო, ტაში დაუკრათ. ბატონი ამირანი თავის შტურმანთან ერთად, რომელიც შტურმანიც ზუსტად ისე გადმოხტა, ზუსტად ისე გამოწია ჯალამბარი და ზუსტად ისე დაეხმარა პილოტს, როგორც გამოცდილი შტურმანი. ტაში დაუკრათ ამ ხალხს. ყველას მოგესალმებით. მოხდა ის რაც ვიცი მომწონს ყველანი ჩვენ დღეს ვართ რა. ეს მხარე და ჩვენ თილანა ჩვენი ქვეყანა ისია მოყოლებული რაღაც სიხარულებს, რაღაც ბედნიერებებს, რომ აი ეს დღევანდელი დღე თუნდაც ამ რამდენიმე ასეული ადამიანისთვის ნამდვილად ბედნიერი დღე იყო. ჩემთვის განსაკუთრებით ბედნიერი იყო. არ დავმალავ. ტაში ხალხო, ტაში კიდე ერთი დიდი ბედნიერება, რომ ყველაფერი ჩაიარა მშვიდობიანად. ყველანი ცოცხლები ვარ, ჯანმრთელები ვარ, ხელი და გილზია, ფეხი ადგილზეა. ვატო ჩქიგვაძე ყველასათვის საყვარელი ადამიანი, რომელმაც დამიჯერეთ ერთმა კაცმა მოაგვარა დაახლოებით 5 სხვადასხვა სახეობის ტექნიკა, მოაგვარა წყლის ამოტანა, უზარმაზარი აუზებით, საიმისოთ რომ აი ეს ყველაფერი რაც იყო მშრალი ფერდობი, ქცეულიყო ტალახად და ბიჭებსაც ესიამოვნათ და ჩვენს თვალსაც წყალი დაელია. ვატოს ვერ ხედავ, აქ არის ვატო? აბა ბატონი ვატო, სად არის? გულში ხართ, გაფასებ და ჩვენ აი ამდენი დაწყებული წამყვანიდან, ორგანიზატორით, პრეზიდენტით და სპონსორებით გაგზელებული ეს ადამიანით ჩათვალეთ როგორც კომპანია, ისე გვერდა გვერდში, იმდენი რაღაცით მოგვამარაგა. მადლობა ბატო, თქვენ რო არ ყოფილიყავით, ბევრი რაღაცა შეიძლება ვერ მოგვესწრო და აი წამი-წამზე დღე ღამე თენდებოდა და ჩვენ აქ ვიყავით და ჩვენთან ერთად იყო ეს ხალხი ზუსტად. თავის ოჯახთან ერთად და ასე შემდეგ. ახლა კი მეგობრებო, მინდა წარდგენა გავუკეთო, ყველა წარვადგინეთ, ყველა ვახსენეთ ჩვენი ფედერაციის, საქართველოს ოფროუდერთა ასოციაციის პრეზიდენტი ბატონი ზურაბ არველაძე, რომელმაც დედაღამეები აკათენა, სახლში არ აპირებ დაშლოს იმის გამო, რომ ზუსტად ის ყოფილიყო, რაც მოხდა და არა ამაზე ნაკლები. ტაში დაუკრათ, შევეგებოთ, იწვალა, გააკეთა და მგონი გამოვიდა ეს ყველაფერი. ბატონი ზურა, რომელმაც ეს გზა დახატა, პიკასო დღევანდელი დღის ამ სირთულეების შემდგენი. ზურა, მიკროფონი. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ სტუმარს, რომელიც ესეთ მიუდგომელ ადგილას ასეთ ლამაზ წუთებში გვერდზე გაუღია თვის განმავლობაში. მადლობა მინდა მოუხადო თითოეულ მონაწილეს, რომლებმაც არ დაზოგეს არც თავისი თავი, არც თავისი ავტომობილი და ზოგჯერ კრახით, მაგრამ ჩვენს გვერდით იყვნენ და არ ნებდებოდნენ ბოლომდე.
მადლობა მინდა გადაუხადო ტერიტორიაზე მოსახლეობას, რომლებიც მთელი ეს დღეები ძალღონ ეს არის შურებენ, რომ მაქსიმალურად დაგხმარებოდნენ, რათა უფრო გაგველამაზებინა აქაურობა. ასევე უზრუნველყოთ მონაწილეების და სტუმრების ღამის გასათენებენ, რა თქმა უნდა, ყველასი ვერა, მაგრამ მეტი წილი დაბინავებული ყვავდა და ზუსტად ეს მოსახლეობის დამსახურება, რისთვისაც უგუნეს მადლობას უხდით. განმეორდები და რატის სიტყვებს გავიმეორებ, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ვატო ჩხიკვაძეს, რომელმაც ძალღონია დაივშურა და ტექნიკიდან დაწყებული სხვა საშუალებები მოგვაწოდა ასეთ ადგილას, სადაც ძალიან რთული არის თუნდაც ამოსვლა უბრალოდ და ამასთან ერთად ამ ყველაფრის ამოტანა, რაც ინვენტარი არის, რაც წყალი, ცისტერნები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ახლა არ ჩანს, მაგრამ ეს ყველაფერი წინა დღეებში გჭირდებოდა. რაც შეეხება საპრიზო ადგილებს, სტანდარტ კატეგორიაში მესამე ადგილზე გასული ეკიპაჟი. მესამე ადგილი დაიკავა გიორგი თევზაძე, პილოტი. შტურმანი ბაჩომ გალობლიშვილი, ნომრით 128, ფორტ სცენაზე. ფორტ სცენაზე გამარჯვებულები. წარმატებული ბიჭებო შემდეგ შეჯიბრებზე. სიგელები გადმოგეცემათ და სიგელთან ერთად გადმოგეცემათ ფულადი პრიზი 300 ლარის ოდენობით. შემდეგი მეორე ადგილის მფლობელი სტანდარტ კატეგორიაში როლანდი მახარაძე, ნიკა ბოლქვაძე, რომლებმაც დააფიქსირეს 2 წუთი და 2 წამი, ნომრით 110. გილოცავთ ბიჭებო, ისურვებთ წარმატებებს. სიგელები. მეორე ადგილის გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი 700 ლარის ოდენობით. და სტანდარტ კატეგორიის პირველ ადგილოსანი ნომრით 119, რომლებმაც დააფიქსირეს დრო 1 წუთი და 50 წამი, ზურაბ ქათამაძე, გიორგი წიქორიძე. გილოცავთ ბიჭებო, შემდეგ ისურვებთ წარმატებებს. ჩვენს მეგობარ Off-Road Rocks მის დამფუძნებელს ედუარდ ხონელიას სურს განცხადების გაკეთება და ედუარდ გთხოვ. შუმახა. კიდევ ერთხელ გამარჯობათ. მოკლედ, გამარჯვებულს პირველზე გასურს ჩვენი მეგობარი კომპანიიდან, რომელიც არის ბურგერ ბარი, გადაეცემა 100 ლარიანი ვაუჩერი. Off-Road Rocky, რომელიც არის ტიუნინგის კომპანია, რომ მანქანები იყოს გამავლობისთვის მომზადებული ყველანაირ უგზობისთვის. გადაეცემა 200 ლარიანი საჩუქარი. სოლო დეტაილინგი, ქიმწმენდა, პოლირება, ფირების დაკვრა, შუმაიზოლაცია და ასე შემდეგ. გადაეცემა 200 ლარიანი ვაუჩერი და არა მარტო ჯიპების, ნებისმიერი მანქანის სისუფთავეზე შეუძლიათ რომ იზრუნოთ. არა მარტო თბილისში, ბათუმში და ასე შემდეგ ფილიალები გვაქვს, შეგიძლიათ მივმართოთ და დაგეხმარებათ. დიდი მადლობა ედუარდ. C1 კატეგორია. 210 ნომრით ეკიპაჟი, მესამე ადგილოსანი ზურაბ რამიშვილი, გიორგი ბოლქვაძე. ხოთ სცენასთან გამოცხადეთ.
21 მეორე ადგილი ეკიპაჟი ნომერი 205 ირაკლი კვარაცხელია გიორგი ქირია წარმატებები და C1 კატეგორიის პირველ ადგილოსანი ნომრით 203 ეკიპაჟი აკო დოლიაშვილი ნოდო პაპიაშვილი ილოცავთ ბიჭებო გამარჯვებას ინგლისში სურათი წარმატებებს ხო დაიგავთ თქვენი ადგილი რაც შეეხება პრიზებს C1 კატეგორიაში გამარჯვებულები ასოციაციიდან ჯილდოვდებიან მესამე ადგილოსნები ფულადი პრიზით 500 ლარის ოდენობით მეორე ადგილოსნები ფულადი პრიზით 1000 ლარის ოდენობით და პირველ ადგილოსნები ფულადი პრიზით 1500 ლარის ოდენობით 303 გიორგი წიქორიძე კოტე კიბურჯანიძე ილოცავთ ბიჭებო იყო ორი მცდელობა C2 კატეგორიაში პირველ მცდელობაზე მესამე ადგილოსნებმა დააფიქსირეს დრო 32 წამი ჯამში აქედან 29 წამი იყო 29 წუთი იყო მაჩვენებელი დროის ხოლო 3 წუთი იყო ჯარიმის სახით ჯამში შეადგენდა 32 ქულას ხოლო მეორე მცდელობაზე 21 წუთი და 1 წამი იყო მაჩვენებელი გადაეცემათ ფულადი პრიზი 1500 ლარის ოდენობით ახლა კი მეორე ადგილოსნები კატეგორიის რომლებმაც ყველაზე დაბალი დრო მეორე მცდელობის დროს აჩვენეს 15 წუთი 18 წამი ეს გახლავთ ეკიპაჟი ნომრით 37 ბექა დოგონაძე ზაალ კვარაცხელია ყველაზე საინტერესო C2 კატეგორიის პირველ ადგილოსნები რომლებმაც დააფიქსირეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ან ყველაზე დაბალი დრო 10 წუთი და 18 წამი გახლავთ ეკიპაჟი ნომერი 306 ზვიადი დვალიშვილი ვაჟა ბარათაშვილი C2 კატეგორიის პირველ ადგილოსნებს გადაეცემათ ასოციაციისგან ფულადი პრიზი 5000 ლარის ოდენობით. ილოცავთ ყველა გამარჯვებულს და მომავალში გისურვებთ წარმატებებს ბიჭებო. დიდი მადლობა დღევანდელი და გუშინდელი სანახაობებისთვის. ახლა კი ისევ და ისევ ედუარდ ხონელია ოფროად როკის დამფუძნებელი გადავცემს სიტყვას. ბიჭებო, ყველას მადლობა, მაგრები იყავით, კაი სანახაობა გვანახეთ, კაი შოუთ მოაწმეთ და ასე შემდეგ. ეს ერთი და სხვა მრავალი რა. კი, გენაცვალე. მოკლედ, ოფროად როკიდან გადმოგეცემათ 300 ლარიანი ვაუჩერი. და სოლო დეტაილიდან გადმოგეცემათ 300 ლარიანი ვაუჩერი. ეს ყველაფერი არ არის, ასევე სამივეს გამოგეცემათ ჰერმეტარიუმიდან 100 ლარიანი ვაუჩერები. თითო გამომართვით. ილოცავთ კიდევ ერთხელ რა. დაღოთ. მეგობრებო, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო იმ ბიჭებს, რომელიც მთელი 2 დღის განმავლობაში ჩვენს გვერდზე იყვნენ მსაჯები, თითოეული მათგანი, რომლებიც ამ სიცხეში და უამინდობაში იყვნენ ჩვენს გვერდით.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ სპონსორს Off-Road Rocks, Solo Detail Leagues, მეგვინეობა, მევენახეობა დოლიძეს და ყველაზე დიდი მადლობა სურების დედოფალს დაი ბარამიძეს. ვინც არ იცნობთ ბუბუს, ეხლა გაგაცნობთ რომ ბუბუ არის ჩვენი ძალიან კარგი მეგობარი, ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს არიშურებს იმისაც რომ ჩვენთან გვერდში იდგეს და არა მარტო ჩვენთან, არამედ ყველასთან. სამწუხაროდ მოუწია დატოვება ტერიტორიის, მალევე მოუწია წასვლა, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ბუბუ არის ოზურგეთის ოფროუდერთა ფედერაციის დამფუძნებელი და ბუბუ არის ის ადამიანი, ვინც აი ამ გზების გაკეთების დროს თავისი მანქანა გამოყო ზუსტად იმისათვის, ხელით აწყობილი მანქანა, რომ დაეტესტა ეს გზები როგორ იქნებოდა. შესაბამისად მოხდა რაღაც პატარა ფატალური შემთხვევა, მისი მანქანა სამწუხაროდ დაზიანდა, ვერ მოახერხა გამოსვლა. ამიტომ საქართველოს ოფროუდერთა ასოციაცია ბუბუს კიდევ გადასცემს 500 ლარს იმისათვის, რომ წაახმაროს თავის მანქანას და ისევ მალევე დაგუბრუნდეს. ბუბუ გიყვარხარ, ჩვენი მარჯვენა ხელი ხარ. და ბუბუ არის 60 წლის თუ არა ზემოთ კაცი, რომელიც დარბის 15 წლის ბიჭივით ტალახში და ყველგან რომ ვიღაცას ჩაფხუტი უცეფი აწოდოს, ვიღაცას იქ რაღაცა შეუსწოროს, რაღაცაში დაეხმაროს. ტაში დაუკრათ ბუბუს. მადლობა ბუბუს. მინდა მონაწილეებს გადავუხადო მადლობა კიდევ ერთხელ. მინდა ჩვენს მეგობარს ბატონ წიქორიძეს, ავტო წიქორიძეს გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ჩამოვიდა, უზარმაზარი გზა გამოიარა შულთან ერთად, მოვიდა ჩვენთან, რაღაცა მიზეზების გამო საპრიზოზე ვერ გავიდა, მაგრამ ავტო გულში ხარ, ავტო გვიყვარხარ და შემდეგზე გელოდებით ჩვენს გურიას და კონკრეტულად სურები გელოდება საქართველოს ოფროუდერთა ასოციაციასთან ერთად. მადლობა ხალხო, გაიხარეთ. სიტყვით გამოსვლა ტაში. მოგესალმებით მეგობრებო. დარწმუნებული ვარ, ყველა ის ოფროუდერი, ვინც დღეს გამოდიოდა, გუშინ გამოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიარე და რაღაცა ხარვეზები იყო და ძალიან ახლოს ვიყავი დაუშვათ იმ მაღალ პედესტალთანაც და დაზიანდა მანქანა, ამის მიუხედავად ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ოფროუდერები. ბიჭებო, ახალ ორგანიზაციას გაუმარჯოს, რომელიც ჩვენთვის გამოანათებს და ჩაატარებს შეჯიბრებს. ბატონო ამირან, დიდი მადლობა ყველა სპონსორს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ესეთ ღონისძიებას გვერდში უდგას, ეხმარება და ამით ჩვენს გულებსაც ახარებს, ამით პოპულარიზაციას ეწევა სპორტით, ამით პოპულარიზაციას ეწევა კუთხის, რეგიონის, სოფლის. არა მარტო ოფროუდი გაშუქდება, არამედ ხეობა გაშუქდება, ჩვენი ლამაზი ბუნება გაშუქდება, ჩვენი სტუმართმასპინძლობა გაშუქდება. დიდი მადლობა თქვენ იმისათვის, რომ ესეთი კარგი ღონისძიება ჩაატარეთ, კარგი იყო ყველაფერი, რაც მთავარია. როგორც ჩვენ სპორტსმენებისთვის ყველაზე მთავარი ბოლოს მაინც ის არის, რომ ექსესების გარეშე ჩაიარა დღევანდელმა ღონისძიებამ. დიდი მადლობა თქვენ. მადლობთ ყურადღებისთვის, მეგობრებო. მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადავუხავთ თითოეულ თქვენგანს, ვინც შეწუხდით და ამ მეუდგომელ ადგილას ორი დღის განმავლობაში ჩვენს გვერდით იყავით. ახლა დაგემშვიდობებით, თუმცა უახლოეს მომავალში გთავაზობთ არნახულ შეჯიბრს, ასე ვთქვათ, რეალიტი შოუს სახით, რომელიც არ ყოფილა არა თუ საქართველოში, არამედ სხვა უფრო ოფროუდის მიმართულებით არსებულ ქვეყნებშიც. ეს იქნება რეალიტი შოუ ოფროუდის ელემენტებით და საპრიზო ფონდი გახლავთ 20,000 ლარი. ასე რომ მოვემზადოთ მეგობრებო, მოვემზადოთ წინ ძალიან დიდი თავგადასავალი გველის. ვიმედოვნებ ძალიან ბევრი მიიღებს მონაწილეობას. ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ წარმატებებს ყველას ერთად. თუ გინდა გამომყევი, თუ გინდა გამიშვი